ნიკა მელია ისევ ციხეშია. მელიას საქმემ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ პოლიტიკოსი, რომელიც წლების განმავლობაში არაფრად აგდებდა სასამართლოს, ხელს უშლიდა სახელმწიფოს განვითარების პროცესს და საჯაროდ არღვევდა კანონს, ბოლოს მაინც უძლური აღმოჩნდა მართლმსაჯულების წინაშე. ნიკანორმა ამჯერადაც სცადა თავის დაწვრანა, მაგრამ არ გამოუვიდა. სასამართლომ ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიება გირაოდან პატიმრობით შეუცვალა. მიზეზი კი კანონის მორიგი იგნორირება გახდა. მელია საგამოძიებო კომისიაზე არ გამოცხადდა. სასამართლოს არ დაემორჩილა და საჯაროდ აცხადებდა, არც გირაოს გადავიხდი და არც პროცესზე მივალო. მისთვის კანონი მხოლოდ ინსტრუმენტია საკუთარი დემარშების შესაფუთად. როგორც 2021 წელს. ახლაც სცადა იმავე სცენარის გათამაშება. გეგმა ისევ ძველებური ჰქონდა. სასამართლოზე არ მისვლა, გირაოს არ გადახდა, რომელიმე პარტიულ ოფისში გამაგრება და მორიგი პროვოკაციული სპექტაკლები. გირაოს გადახდას აპირებთ და ამ საკალმო შემოშალათ. გირაოს გადახდა და მოსამართლე, გირაოს გადახდა რომ ეკითხები. ერთი წუთი. გირაოს გადახდა არ გადახდასთან დაკავშირებით კითხავს რომ სვა. მე რაც ახლა მოგიყევი. ეს არ არის ერთი საინტერესო. შეგიძლია პასუხი არ დასე, შეგიძლია არ დასე პასუხი. მე მაინტერესებს თქვენ კითხავთ. უნდა კითხო თუ არა არ მინდათ ეს პრობლემის შეკვეთაც. არ გამშეკითხებ, როგორ არ მოხდია? ერთი წუთი არ გამშეკითხებ, როგორ არ მოხდია? ადმინისტრაციული დაკავებასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმის განხილვის ფარგლებში ამის კანონიერებაზე არ გულებიმჟელეთ. ეს არის ადმინისტრაციული რა სამხოთა გეომები, ვიცი რომ ვერ ვიდორი. ხო, თუ იცი. ერთ შემთხვევაში ვერ ვიმჟელებდი, არა იმიტომ რომ არ გაქვთ ამის შესაძლებლობა მოგეწ. არც გაინტერესებს, როგორც ადამიანს არ გაინტერესებს არასდროს როგორც მოსამართლეს. რამდენად მორჩილი იქნებით და ისე მიიღეთ გადაწყვეტილება. ეს კაცი. კომისიის ხდომაზე გამოუცხადებლობისა და კანონის უგულებელყოფის შემდეგ მელიას მოსამართლემ გირაო დააკისრა. თუმცა კანონდამრღვევრმა მელიამ გადაწყვიტა სახელმწიფო ისევ გამოეწვია და არეულობა და დემარში მოეწყო დამკვეთებთან ერთად. ერთი თვე არად სასამართლოს გადაწყვეტილება მელიასთვის და მისი პარტნიორებისთვისაც ცნობილია. თუმცა მაინც ჯიუტად აცხადებდა, რომ არც გირაოს თანხას გადაიხდიდა და არც კანონს დაემორჩილებოდა. საზოგადოებამ თქვენგან მოისმინა რომ გირაოს არიხდით ნიკა გვარამიასგან და ზურა გირჩიჯაფარიძესგან, გიორგი ვაშაძისგან არ ვიცით ის გადაიხდის თუ არა, თუმცა მას ჯერ არ უწევს გადახდის პროცესი. არიან პოლიტიკოსები, ვინც გადაიხადეს უკვე, გესმით? მაგრამ კი, ჩვენთვის რო ეკითხათ და მე რომ მქონოდა ამის გამოცდილება არ აქვს ქართულ ოცნების ციხეში ჯდომის და თქვენ ეს გამოცდილება გაქვთ. მორალური დიახაც უფლება ჩემი თავისთვის რომ მიმეცა, ვეთყოდი რომ არავითარ შემთხვევაში არც კი იფიქრო, მაგრამ ძალიან ინდივიდუალურად მისაღები გადაწყვეტილება არა, ყველას ვერ მოთხოვ, არ ვიცი ბოძოლის ავანგარდში შევარდე და ეს გადაწყვეტილება, თუმცა აუცილებელი იყო. 29 დღის განმავლობაში მელია დარწმუნებული იყო, რომ ციხეს თავს აარიდებდა და 2021 წლის მსგავსად რომელიმე პარტიულ შენობაში გამაგრდებოდა. ოპოზიციის რიგებში გირაოს გადამხდელებს ამონათებდა. მე პოზიციაზე მყარად ვდგავარ. თქვენ კი ხელისუფლების დაკისრებულ გირაოს უსიტყვოდ იხდით და გეშინიათო. იქ შეიკრიბა რაღაცა ჯგუფი და აიღეს ტელეფონი და ჩამოგვირეკეს და მობრძანდით და უნდა გაგესაუბროთ. ძალიან სწორი ნაბიჯი გადადგა ზურამ და ძალიან სწორი ნაბიჯი გადაიდგება ძალიან ბევრი პოლიტიკოსის მხრიდან, განსაკუთრებით კოალიციის ცვლილებების მხრიდან. ინდივიდუალური საკითხი ყველას აქვს თავისი პოლიტიკური ბიოგრაფია და ეს საკითხი რა თუ არა, ეს საკითხი არის ინდივიდუალურად გადასაწყვეტი ვერავითარ შემთხვევაში. სხვა საკითხია, მე შეიძლება რა ვიფიქრო, ჩვენ კოალიციის ცვლილებებს გჯერა რომ ნახევარი ზომებით უსამართლობასთან ბრძოლა უბრალოდ მინიმუმ აჭიანურებს რეჟიმის მარცხს. ეთერებში ამტკიცებდა, რომ მისი დაკავება პროკურატურას არ გამოუვიდოდა. ხვალ ჩემი დაპატიმრება შესაძლებელი გახდებოდა არა გირაოს გადაუხდელობის გამო დღის 3 საათზე თუ 2 საათზე, არამედ სასამართლო პროცესზე გამოუცხადებლობის გამო. მიიღეს გადაწყვეტილება, რომ სხვა თარიღს დაუმისნონ სასამართლო პროცესის ხვალ გვეცოდინება, ხვალ ადვოკატი პრომოთ ასევე პროცესი ხვალ ჩატარდება, ადვოკატი დაესწრება, ასე მოსამართლეც იქნება, უნდა არ იქნება არც ბრალდებული ამ შემთხვევაში მე და არც პროკურორი არც ერთი.
ეს უცნაურია, მაგრამ ფაქტია, მაგრამ ეს არ არის ახლა ეს ნიშნავს, რომ ავტომატურად გადადებს თუ თქვენ მაინც გამოუცხადებლობა ჩაგეთვლებათ. ფიზიკურად ვერ მოხერხდება პროკურორების დასწრების გარეშე რადგან მათ წინასწარ პატიმრობის შუამდგომლობის დაყენება, ხომ? წარსულისა და დღევანდელობის გაიგივებას ცდილობდა და მიუხედავად იმისა, რომ მაშინაც და ახლაც ყველამ კარგად იცის, რომ ნიკა მელიას არც 2021-ში და არც 2025-ში გირაოს გადახდა არ გადახდის გადაწყვეტილება თავად არ მიუღია, ცდილობდა საზოგადოება დაერწმუნებინა, რომ მისი დაკავება სახელმწიფოს ძვირად დაუჯდებოდა. ყველას თითოეულ ჩვენ გვაქვს ჩვენი ბიოგრაფია, ყველაფერს თავი დავანებოთ. აი ამ ბრძოლას, ამ მართალ ბრძოლას, ხო, სადაც ვართ ასობით ათასი ქართველი ჩართული, ზოგი აქტიურად, ზოგი პასიურად. მე მაშინ უარი უნდა მეთქვა ჩემს ბიოგრაფიაზე, წარმოუდგენელია. ჩემ თავთან არ ვიქნებოდი მართალი, ხო, მაშინ თუ იხდი ახლა შენ იგივე ადამიანი, ამ შემთხვევაში მე, მაშინ 3 წლის წინ რატო არ გადაიხადა? ანუ ეს ნიშნავს, რომ 3 წელი მქონდა მეწინააღმდეგობის გაწევის უნარი და ახლა აღარა მაქვს. ანუ ამ ორ კომპრომისზე წასვლის შემთხვევაში განაიხა შეუძლებელი იყო, რომ მე ჩემ თავს დავკარგავდი და მე ძალა გამომეცლებოდა. ოქროაშვილის და ჯაფარიძის დაკავებამ მოლოდინები ვერ გაუმართლა. მელიას ისღა დარჩენოდა, რომ საკუთარი მცირე რიცხოვანი ამომრჩევლისა და დასავლელი პარტნიორების იმედად განაჩენს დალოდებოდა. გეგმა ზუსტად იგივე სცენარით ჰქონდა დაწერილი. ჯერ წინა დღეს სხდომას არ დაესწრო. მეორე სხდომაზე არ მოსვლაც დაანონსა და შემდეგი ნაბიჯი. ახალი ალამუტის ციხე და შიგნით გამაგრება იყო. თუმცა სახელმწიფოს ჩამოშლის გეგმა მორიგჯერზე ჩავარდა. სამართალდამცავმა ორგანოებმა მელიას სასამართლოზე გამოცხადება უზრუნველყვეს. 2021-ში მელიას ციხე-კოშკი ნაცმოძრაობის ოფისში ჰქონდა მოწყობილი. საშუალოდ მისული ოპოზიციონერები მთელი დღე და ღამის განმავლობაში ხელკეტებით შეიარაღებული მორიგეობდნენ კანონდამრღვევი მელიას დასაცავად. მაშინ გეგმას მიჰყვებოდა ნაცმოძრაობა, ოპოზიციის სრული სპექტრი. უცხოელი პარტნიორები განცხადებაზე ავრცელებდნენ, რომ მელიას დაკავება სახელმწიფოს ძვირად დაუჯდებოდა. ვერ დამიჭერენ თქვენი ლიდერები, ისინი ამბობენ, რომ დავიჭერთ. ამერიკის საელჩომ პირველად თავის განცხადებაში პირდაპირ საუბრა ამ პოლიტიკურ კრიზისზე, საკმაოდ მკაფიოდ, საკმაოდ კრიტიკულად შეაფასა საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ქმედებები, ბატონ მელიას დაკავება. ეს არის სული დღე საქართველოსა და საქართველოს მეგობრებისთვის და მე მგონი დღევანდელი მოვლენები ეს მართლა შეიძლება ჩავთვალოთ, რომ არის ხაზის გადაკვეთა. მე მგონი შეიძლება რომ მიზნობრივი სანქციები შეიძლება იქნა შემოღებული კონკრეტული ადამიანების მიმართ. შეუძლებელია, რომ განხორციელდეს მოლაპარაკება და დისკუსია ოპოზიციასა და საქართველოს ოცნებას შორის, თუ კი ეს ადამიანები არიან დაკავებულნი, ანუ ეს უნდა გათავისუფლდეს. მაშინ მელიას გადასარჩენად ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია გადადგა. მოგხსენებათ, გუშინ საქართველოს სასამართლომ ბატონ მელიას აღკვეთის ღონისძიება პატიმრობით შეუფარდა. მიუხედავად ყველაფრისა, ჩემი აბსოლუტურად ურყევი პოზიციაა, რომ ერთი კონკრეტული ადამიანის მიმართ თუნდაც კანონიერი მართსაჯულებით განსაზღვრული ღონისძიების აღსრულება თუ ეს რისკს უქმნის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას, სიცოცხლეს, ან საერთოდ ქვეყანაში ქმნის პოლიტიკური ესკალაციის შესაძლებლობას, არის მიუღებელი. მე მივიღე გადაწყვეტილება გადავდგე დაკავებული თანამდებობაზე. თუმცა ხალხს ყოველთვის შედეგი არ მოაქვს. თანამდებობის დატოვებისა და დასავლელი აქტორების მითითების შესრულების მიუხედავად გახარიამ მელია ვერ გადაარჩინა და ნიკანორიც ალამუტის ციხიდან გლდანის ციხეში მარტივად გადმოიყვანეს. გეგმა ჩავარდა მელია ციხეში, ალამუტი უპატრონოდ და ოპოზიცია გეგმის გარეშე. უცხოელ პარტნიორებში კიდევ მეტ შეშფოთებას იწვევდა. ევროკავშირმა კი მაშინ კიდევ ერთხელ ღიად განაცხადა, რომ რადიკალების მხარეს დგას და ყველა დამნაშავეს, რომელიც სახელმწიფო გადატრიალებას ეცდება, გირაოს გადაუხდის. დღეს გადახდილი იყო 40,000 ლარის ოდენობის გირაო ბატონი მელიას წინასწარი პატიმრობიდან გასათავისუფლებლად, რაც 2021 წლის 19 აპრილს ევროკავშირის მედიაციით მიღებული შეთანხმების კონტექსტში პოლიტიკური პარტიების მიერ მიღწეულ ურთიერთგაგებას მოჰყვა. გულთადად მადლობას უხდით ორ დამოუკიდებელ ორგანიზაციას, რომელიც დათანხმდა ამ პროცესში მნიშვნელოვანი მხარდაჭერის გაწევაზე. ევროპულ ფონდს დემოკრატიისთვის, რომელმაც თანხა გამოყო და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას, რომელმაც აღნიშნული თანხა ხელისუფლებას გადასცა.
მელიასაც გადაუხადეს და ციხის გისოსებიდანაც დაიხსნეს. ან კრიმინალი დაიხსნა ცივილიზებულმა სამყარომ ჩემი სახით. შეიძლება იერით ვგავდე კიდევაც კრიმინალს, არ ვიცი. ან პოლიტიკოსი. მელიამაც ჩვეული მარგინალობითა და მავნებლობით გააგრძელა პოლიტიკური ცხოვრება. აქციებზეც და აქციებს გარეთაც მისი საქმე მხოლოდ არეულობა, დესტაბილიზაცია და ქვეყნის რყება იყო. არჩევნებში წაგებისა და მორიგ ჯერზე ქართველი ხალხის მიერ უარის მიღების შემდეგ ქუჩაში გამოსული მელია რამდენჯერმე ადმინისტრაციული წესით დააკავა პოლიციამ. პოლიციელებს ყავს ნიკა მელია ალყაში. ნიკა, რადიო თავისუფლება, რა მოხდა? ახლა კი მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტში 2003-2012 წლებში ხელისუფლების მხრიდან ჩადენილ დანაშაულთა გამოსაძიებლად კომისია შეიქმნა და მელია, როგორც მოწმედა საქმეების უშუალო მონაწილე დაიბარეს. როგორც ჩანს, მელიამ ორი კურდღლის დაჭერა გადაწყვიტა. ერთი, რომ მას კომისიის კითხვაზე პასუხისგაცემა არ უნდოდა და მეორე, მინავლებული საპროტესტო მუხტის გამწვავება შეეცადა 2021 წლის სცენარით, თუმცა მელიამ სახელმწიფოს სიმტკიცე ამჯერად ვერ გათვალა. დამარცხებულმა მელიამ საკუთარი ტოტი მეორედ მოჭრა. აღარც ალამუტი, აღარც მის დასაცავად ხელკეტებ შეიარაღებული რადიკალები და აღარც მხარდამჭერები ჩანდნენ. გახარიაც აღარ ყავთ რომ მეორედ გადადგეს, ამიტომ ახლა მხოლოდ ტვიტერზე გამოფენილი შეშფოთების პოსტები და თავად დღე-დღეზე ციხისთვის გამზადებული ადვოკატი გვარამიაღა შერჩა. ნიკა მელიას მაგალითმა კიდევ ერთხელ დაანახა საზოგადოებას, რომ ამ ქვეყანაში ვერავინ იდგება კანონზე მაღლა. ვერც ერთი პოლიტიკური სტატუსი, ვერც ერთი ხმაური და ვერც ერთი გარე აქტორის განცხადება ვერ შეცვლის სამართალს ამ ქვეყანაში. წლების განმავლობაში მელიას, ისევე როგორც ოპოზიციის უმრავლესობის ქმედებები, პირდაპირ ეწინააღმდეგებოდა სახელმწიფოებრივ ინტერესებს. მათი მთავარი მიზანი მუდმივი არეულობა, ინსტიტუციების დისკრედიტაცია და სახელმწიფოს ჩამოშლა იყო. ჩვენ არაფერი არ გვესაქმება პარლამენტის წინ. ჩვენ უნდა შევიდეთ მშვიდობიანად ხელებაწეული პარლამენტის შენობაში. თუმცა დღეს ოპოზიცია დაქუცმაცებულია. საზოგადოების მცირედი მხარდაჭერაც აღარ აქვთ. შანტაჟზე აგებული სცენარები და რადიკალების ლობისტი უცხოელი პოლიტიკოსების განცხადებები დღეს მოსახლეობაზე გავლენას ვეღარ ახდენს. ქართველ ხალხს ეს კინო უკვე ნანახი აქვს. თუმცა უფანტაზიო რადიკალები ისევ ძველი სცენარებით ცდილობენ მოსახლეობის მოტივებას.